ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ გელათსა და პატარა გორში რკინა-ბეტონის კონსტრუქციით გზის დაგება და დამცავი კედლის მშენებლობა მიმდინარეობს. ადგილობრივი მნიშვნელობის გზის პროექტები სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში მოსახლეობის მიერ შეირჩა. ღირებულება 54,598 ლარში ადგენს. მუნიციპალიტეტში მიმდინარე საგზაო ინფრასტრუქტურის სამუშაოებს მერი ჯონდომ დივნიშვილი გაეცნო. ინტენსიურად მიმდინარეობს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში სხვადასხვა ტიპის და სახის პროექტები, რომელიც მოსახლეობის მიერ არის შერჩეული. სოფელ გელათში და სოფელ პატარა გორზე მიმდინარეობს სასაფლაოსთან მისასვლელი გზების რეაბილიტაცია. ძალიან მნიშვნელოვანი გამოწვევა და პრობლემა იყო ადგილობრივი მოსახლეობისათვის. ჭირდა გადაადგილება და შეზღუდული იყო ეს შესაძლებლობა ნალექის დროს. შესაბამისად, მათი მოთხოვნის საფუძველზე წესრიგდება გზის მონაკვეთები, საომავლოდ აღნიშნული ტიპის სამუშაოები იქნება გაგრძელებული. წლევანდელ წელს მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში თითქმის 2 მილიონი ლარი დაიხარჯება, რომლისგანაც 930,000 ლარი საქართველოს მთავრობის განკარგულებით არის გამოყოფილი ჩვენი მუნიციპალიტეტისათვის. გეთებენ მართლა მაგარი გზას. ნებისმიერი მანქანა ავაოგი არ გაუჭირდება არც წვიმის დროს და არც თოვლზე და არც არაფერზე. სოფელი კმაყოფილი